მოგესალმებით მეგობრებო, გიბრუნდებით ახალი ვიდეოთი. დღეს ჩვენ ამ ვიდეოში გავცემთ ერთ ძალიან საინტერესო კითხვას პასუხს, რომელიც დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრ თქვენგანს გაჩენია. ნამდვილად შეიძლება თუ არა Wi-Fi-ის გატეხვა. ამაზე პასუხი არის ძალიან მარტივი, რომ რა თქმა უნდა შესაძლებელია, მაგრამ არა ისე როგორც გონია, რომ რაღაცა App Store-დან მარტივ აპლიკაციას გადმოწერდა Wi-Fi-ის დაგიხაკავ ძმა. მასე არ ხდება. არსებობს რამდენიმე გზა, რომლითაც ჩვენ პენტესტერები ვამოწმებთ და ვტეხავთ Wi-Fi-ის. და დღეს ჩვენ განვიხილავთ ერთ-ერთ ამ გზას და გავიგებთ თუ როგორ ტყდება Wi-Fi სინამდვილეში. იქამდე სანამ დავიწყებთ ამ პროცესს, უბრალოდ ავხსნათ თუ როგორ მუშაობს Wi-Fi-სთან დაკონექტება, ზოგადად როგორია მთლიანი flow ამ პროცესის და მე ავხსნათ შეტევა. როდესაც უკვე არსებული მოწყობილობა უკავშირდება Wi-Fi-ის ქსელს, ანუ რაღაც routers, access points, ამ დროს ამ მოწყობილობიდან დაკავშირების პროცესში იგზავნება handshake-ის ფაილი, რომელშიც მოთავსებულია დაშიფრული პაროლი, Wi-Fi-ის დაშიფრული პაროლი. ჩვენ თუ კი მოვახერხებთ ამ დაკავშირების პროცესში ეს ფაილი, რომელიც გადაეცემა მოწყობილობიდან access point-ზე, დავიჭიროთ და შემდეგ რაღაცა პროცესების დახმარებით გავტეხოთ ეს პაროლი, მაშინ გამოვა რომ ჩვენ დავჰაკეთ Wi-Fi. მაგრამ ეს ყველაფერი ასეთი მარტივი არ არის. ჩვენ პირველ რიგში გვჭირდება, რომ გავგზავნოთ access point-ზე, ანუ routers-ზე დეაუთენტიფიკაციის პაკეტები, რომელიც მარტივად რომ ავხსნათ არის შემდეგი პაკეტები, რომელიც ყველა მოწყობილობას, რომელიც დაკავშირებულია ამ routер-თან, ეტყვის, რომ გააკეთეთ disconnect-ი ამ Wi-Fi-ისგან და შემდეგ დავუკონექტდი. იდეაში ეუბნება, რომ მხოლოდ disconnect-ი გააკეთეთ და როდესაც მოწყობილობები არიან auto connect-ზე, ეს მოწყობილობები თავიდან უკავშირდებიან ამ access points. სწორედ ამ დროს ჩვენ გვაქვს listener-ი დაყენებული და ვიჭერთ ამ handshake-ის ფაილს. ხოლო მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიჭერთ ამ handshake-ის ფაილს, ჩვენ გვჭირდება წინასწარ გავამზადოთ რაღაცა პაროლების სია, ვინაიდან ამ ჩვეულებრივი ფაილის პაროლად დაშიფრული პაკეტის პაროლად გადაქცევა შეუძლებელია, ჩვენ გვჭირდება, რომ წინასწარ გავამზადოთ რაღაცა პაროლების სია, დავჰეშოთ, დავშიფროთ იგივე შიფრაციის გამოყენებით და შემდეგ ეს ჰეშები შევადაროთ ერთმანეთს. თუ კი ჩვენ ამ სიაში აღმოგვაჩნდა ამ დაშიფრული ჰეშის მსგავსი ჰეში, გამოდის, რომ ეს პაროლი ყოფილა დაჰეშილი და გამოდის, რომ ჩვენ დავჰაკეთ Wi-Fi. იმედი მაქვს ამ შეტევის flow ასე თუ ისე გასაგები იყო. ახლა მოდით ვნახოთ პრაქტიკაში, მაგრამ იქამდე სანამ გადავალთ შეტევაზე, რა თქმა უნდა ვახსენოთ, რომ სხვისი Wi-Fi-ის ჰაკინგი ისჯება კანონით. ასევე ეს ვიდეო არის მხოლოდ საგანმანათლებლო მიზნებისთვის, იმისთვის, რომ გავიგოთ თუ როგორ ტყდება Wi-Fi-ის პაროლები, როგორ ტყდება Wi-Fi-ის ქსელები და ასევე ვისწავლოთ თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი მსგავსი ტიპის შეტევებისგან. არ გაიმეოროთ სხვის Wi-Fi-ის ქსელებზე, გატესტეთ და გაერთეთ მხოლოდ თქვენ Wi-Fi-ის ქსელზე. ახლა კი წავედით ვნახოთ თული. ამ შეტევისთვის ჩვენ რა თქმა უნდა გამოვიყენებთ Kali Linux და მარტივად რომ ავხსნათ, ამ მოწყობილობიდან გავაკეთებთ შეტევას და აი ამ მოწყობილობაზე გავტეხავთ პაროლს. იდეაში ეს მოწყობილობა არის დაკავშირებული ჩემს Wi-Fi-ის ქსელთან და ამ მოწყობილობიდან გავგზავნით დეაუთენტიფიკაციის პაკეტებს. რეალურად ეს მოწყობილობა გაითიშება Wi-Fi-ის ქსელიდან და შემდეგ ისევ დაუკავშირდება და სწორედ ამ დროს დავიჭერთ ამ handshake-ის ფაილს. ამისთვის ჩვენ გვჭირდება ესეთი ავტომატური თული. მოდი მარტივად ავხსნათ ეს ყველაფერი. ამ თულის სახელი არის Wi-Fi-T. ამიტომ გავუშვათ ასე. აქ გვჭირდება შევიყვანოთ პაროლი და წავიდა. იდეაში ეს თული რასაც აკეთებს, ჩვენი ქსელის ადაპტერი, ჩვენი ქსელის კარტა გადახავს მონიტორ მოუდზე, რაც ნიშნავს, რომ ასკანერებს ჩვენს გარშემო არსებულ Wi-Fi-ის ქსელებს. აქ შეგვიძლია ავირჩიოთ ის endpoint-ი, რომელზეც გვინდა შეტევა განვახორციელოთ. ამ შემთხვევაში ეს არის ჩემი Wi-Fi კალკულატორი. ამიტომ გავაჩერებ ამას და ავირჩევ endpoints, რომელზეც მინდა გავაკეთო შეტევა. ეს არის მე-6 ამ შემთხვევაში. ასე. და დაიწყება handshake-ის listening-ი და დეაუთენტიფიკაციის პაკეტების გაგზავნა. ამას სჭირდება ცოტა დრო. იდეაში ეს მოწყობილობა ახლა აგზავნის დეაუთენტიფიკაციის პაკეტებს აი ამ მოწყობილობასთან და ველოდებით, რომ handshake-ის ფაილი დავიჭიროთ. ცოტა დროის გასვლის შემდეგ, თუ კი წარმატებით მოვახერხებთ ამ handshake-ის ფაილის დაჭერას, ეს თული ავტომატურად დაიწყებს შიფრაციის მორგებას და დაიწყებს პოტენციური პაროლების ამ შიფრზე შედარებას. და თუ კი ამ
ფაილში მოიძებნა ჩვენი დაჰეშილი პაროლი, მაშინ მივიღებთ აი ესეთ message-ს, რომ პაროლი ყოფილა ამ შემთხვევაში 1-დან 8-მდე. როგორც უკვე მიხვდით, ამ შეტევის წარმატებულობა და წარუმატებლობა დამოკიდებულია პირდაპირ იმაზე, თუ რა სირთულის პაროლს ვიყენებთ ჩვენს Wi-Fi-ის ქსელზე. ვინაიდან თუ კი თქვენ გაქვთ იმდენად რთული პაროლი, რომ მე ვერ მოვახერხე ამ პაროლის ჩემს წინასწარ გამზადებულ სიაში შეყვანა, შესაბამისად ვერ შევძლებ, რომ ეს კონკრეტული პაროლი იყოს ჩემს სიაში, როგორღაც დაიჰეშოს, შემდეგ ამ ჰეშების შედარების დროს აღმოვაჩინო, რომ ეს ყოფილა თქვენი პაროლი და აქედან გამომდინარე, თავდაცვის მიზნით, ჩემი რეკომენდაცია და რჩევა იქნებოდა, რომ გამოიყენოთ რაც შეიძლება რთული და გამოუცნობი პაროლები, კონკრეტულად მე გირჩევდით, რომ გქონდეთ 12-დან 16 ქერაქტერამდე დიდი და პატარა ასოები, რაღაცა ტიპის სიმბოლოები, რომ რაც შეიძლება რთული პაროლი გქონდეთ თქვენს Wi-Fi-ის ქსელზე. ვინაიდან ეს არის პირველი თავდაცვის გზა ამ შეტევების თავიდან ასარიდებლად. გარდა ამისა, დარწმუნდით, რომ იყენებთ ახალ როუტერებს, ვინაიდან ახალი როუტერები გულისხმობს ახალი ტიპის შიფრაციებს და თუ კი შიფრაცია არის ძლიერი, მაშინ მით უფრო გართულდება ამ თქვენი პაროლის გატეხვა. ესე იგი, რა გვჭირდება იმისთვის, რომ თავი დავიცვათ Wi-Fi-ის გატეხვისგან, ძლიერი პაროლი და ახალი როუტერი. თქვენ თუ კი არ იცით თუ როგორ შეარჩიოთ ძლიერი პაროლი, მაშინ შეგიძლიათ უყუროთ ჩემს ერთ-ერთ წინა ვიდეოს, სადაც ვსაუბრობ პაროლების უსაფრთხოებაზე და იქ არის მოცემული საიტი, სადაც შეგიძლიათ შეამოწმოთ ეს პაროლი რამდენად რთულია და ესე დააყენოთ თქვენს Wi-Fi-ის ქსელზე. ხოლო იქამდე მოდი გამოვავლინოთ წინა ვიდეოში გათამაშების გამარჯვებული. იმისთვის, რომ გამოვავლინოთ გამარჯვებული, გამოვიყენებთ ამ პლატფორმას, უბრალოდ ავიღებ YouTube-ის links და ჩავსვავთ აქ. წინასწარ გავუწერთ რულებს, რომ დუპლიკატები გამოვრისხოთ, გავაფილტროთ ჩვენი ჰეშტეგის მიხედვით, დარჩი ეთიკური, ვეყოლება ერთი გამარჯვებული და მოდი ვნახოთ. unique კომენტები ყოფილა 90 და წავიდა. და ჩვენი პირველი გამარჯვებული არის Saba 777-6. მოკლედ, ვინც არ უნდა იყო, დამიკავშირდი მეილზე, რომელიც არხის აღწერაში მაქვს მითითებული და შენ საჩუქრად გადმოგეცემა DigiSpark-ი. დღეისთვის სულ ეს იყო, თუ მოგეწონათ ვიდეო, დაალაიქეთ, გამოიწერეთ არხი, დატოვეთ კომენტარი, ჩვენ კი შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.